ძალიან მადლობა, მოხარული ვარ, რომ დაგვეთანხმეთ ეს ესე რომ ვთქვათ შემოთავაზებაზე და უფრო ახლოს დაგიცნოთ მარტო ბატონო ხალხი ესე მე მგონი დადენებს თვალს სამეცნიერო კუთხით და სოციალური აქტივობების და კუთხით, არამედ უკვე თქვენი შემოქმედებითი კუთხითაც გაეცნობით ქართველ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვეთანხმეთ და მოკლედ მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია. მე უკვე ნახოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, ბოდიშ გიხდით, რომ ახლა ასეთ სამუშაო ფორმაში ვარ, იმიტომ რომ არ ველოდი მე გონა დღეს მორიგეობას უფრო ადრე მოვჭებოდი, გუშინ მორიგე ვიყავით ძოხალ და ასე რომ ისევ ჩემს კაბინეტში ვარ და ამიტომ ხდება ასე, იმიტომ რომ მეტიჩობაში ვარ ჩამეთვალოს, ახლა სულ ფორმით რომ იწევს გამოსვლა და გამოჩენა ძირითადად ტელევიზიებთანაც დროის განსხვავების გამო მოგეხსენებათ, სწორედ აქ სულ სამსახურიდან მიწევს ხოლმე ჩართვა სხვადასხვა ქართულ ტელევიზიაში და რაც შეეხება ჩემს ბიოგრაფიას, დავიბადე თბილისში, დავამთავრე ქალაქ თბილისის 171 საშუალო სკოლა 1993 წელს. შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა. ეს ვიყავი 91 წელს დავასრულე სამედიცინო ინსტიტუტი. და შემდეგ ჩავირიცხე ექიმთა დახმარების ინსტიტუტის ასპირანტურაში. სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დავასრულე, ჩემი სპეციალობა იყო ბავშვთა ქირურგია. ამის შემდეგ გავიარე ასპირანტურა ექიმთა დახმარების ინსტიტუტში 3 წლის განმავლობაში, ეს იყო 92-95 წლები. შემდეგ ასპირანტურის შემდეგ დისერტაცია დავიცავი და წამოვედი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაშინ ერთწლიანი გაცვლითი პროგრამა იყო ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასე აღმოჩნდი ნიუ-ორლეანში. შემდეგ ისევ დავბრუნდი საქართველოში, დაახლოებით 1 წლით და ვიყავი ისევ ექიმთა დახმარების ინსტიტუტში და ბავშვთა და ამავე დროს ვასწავლე ტოპოგრაფიულ ანატომიას, ესე იყო მეცხრე საავადმყოფოს ბაზაზე მაშინ იქ გახლავთ ეს კათედრა განლაგებული. შემდეგ 97-ში უკვე საბოლოოდ გამოვაგზავნე ამერიკაში, ჯექსონს მე შევრჩია, ასე ვთქვათ, ახლა ცხოვრობ აქ, ეს მისისიპის შტატის დედაქალაქი გახლავთ. ვარ მონტგომერის ფედერალური კლინიკის, ეს არის ვეტერანების კლინიკა, ანესთეზია რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი და პარალელურად პედაგოგიურ აკადემიურ მუშაობას ვეწევი ლუიზიანას სახელმწიფო მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვარ იქ ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი. რა თქმა უნდა საქართველოსთანაც რა მაქსიმუმ აი ამ პრომოშენ დიახ არა რაღაც მომენტში ხარვეზე ეხლა დაბრუნდა კანა მე მგონა რომ ხმა გაწყდა უცებ დაბრუნდა დიახ არის რაღაცა აჩვენებს ხანდახან რომ ხარვეზები არის და გაითიშება ეთყობა ეს ჩვენის კავშირი ალბათ ეთყობა ინტერნეტი არ არის ესეთი მთლად კარგი და მაშინ არის იქნება კავშირებზე ამბობდით და აი დიახ საქართველოსთანაც აი მაქვს მაქსიმალურად ვცდილობ რომ მქონდეს კავშირები განსაკუთრებით 2012 წლიდან დაინტერესდნენ პირველად საქართველოს აი ჯანდაცვის სამინისტრო მაშინ რომ კონტაქტები დაემყარებინათ საზღვარგარეთ ქართულ ექიმებთან. კამპანიის სახით იყო მანამდე მართალი გითხრათ არ ყოფილა ახლა სათითაოდ ინდივიდუალურად ყველა ახერხებდა ამას, მაგრამ აი ესეთი კონცენტრირებული კამპანიის სახით ეს 2012 წელს მოხდა. მაშინ შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო საბჭო ქართველი ექიმების, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ და ამ საკოორდინაციო საბჭოს მთავარ კოორდინატორად
და პატივი რომ ყოფილიყავი მე. შემდეგ ბევრი ისეთი საინტერესო გეგმა მქონდა, იმიტომ რომ გვინდოდა რომ საქველმოქმედებას, ინდივიდუალურ ქველმოქმედებას გასცდენოდა ეს ჩვენი მუშაობა და რაღაცნაირად აკადემიური და არა მარტო აკადემიური, სოციალურ პროექტებშიც ქონოდა წვდომა. სწორედ ამიტომ ძალიან საინტერესო პროექტები ქონდა, მაშინ დავგეგმეთ, მაშინ შეიქმნა ამერიკულ-ქართული სამედიცინო ასოციაცია გამბა. სხვათა შორის მე ჩვენს მოდელზე ევროპას სხვადასხვა ქვეყნებში გაქვანტულმა ქართულმა ექიმებმა თავიანთი ასოციაცია, იმას გიმპა ქვია ზღვა. და აი ამ ასოციაციებმა უკვე მე არაერთი საინტერესო ღონისძიება განახორციელეს საქართველოში. კერძოდ აბსოლუტურად უფასო კონფერენციები, თითქოს საგანმანათლებლო ხასიათის გახლდათ. ეხლაც გრძელდება სხვათა შორის ამერიკელებმა შედარებით ჩვენ ვეღარ მოახერხეთ ამ საკითხურობა, იმიტომ რომ მართალითაც აღარ იყოს საქართველოსთან ამის დიდი ინტერესი და ისევ ეხლა ვცდილობთ რომ აღვადგინოთ თუ კი ამის გაკეთება შევძლებთ. მაქვს ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და როდესაც შემიძლია ჩამოვდივარ საქართველოში, ვცდილობ რომ ყოველთვის ლექციით დავდგე ჩვენი სტუდენტების და კოლეგების წინ. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ, მოკლედ შეიძლება ბევრი რამ გამოვჩა, ან ჩვენს მაყურებლებს აინტერესებთ რაიმე კონკრეტულად მოხარული იქნები. სიამოვნებით გავცემ პასუხს. თუ რაიმე ტიპის კითხვა შემოვა, აუცილებლად წავიკითხავ უფრო თქვენი მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ რადგანაც ეს შემოქმედებითი ჯგუფია, პირველ რიგში მინდა ეს კითხოთ, რა მიქონია თქვენზე გავლენა, რომ ლიტერატურული მოღვაწეობა დაგეწყოთ და რა არის თავად თქვენთვის წერის პროცესი? მოღვაწეობა ალბათ ცოტა ხმამაღალად არც მედიცინაში და არც ლიტერატურაში მივართვლი თავს რომ მაგ ასეთ ტიტულს ვიმსახურებ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ლიტერატურასთან დაკავშირებით, ეს ხა წერა ყოველთვის მაინტერესებდა და ჩემი ჰობი იყო. მე ხერხებოდა კიდევაც სკოლის წლებიდან დაწყებული, რო გითხრათ რომ რაიმე ისეთ სერიოზული მქონდა ჩაფიქრებული, ან მე სერიოზული დამიწერე ნამდვილად არა. მაგრამ აი სტუდენტობის წლებშიც ესეთი ფუნაგორიების წერა ყველას გვეხერხებოდა და სტუდენტებზეც არაერთხელ გავიკეთებია ეს სახუმარო ლექსების კრებულები. მაგრამ სერიოზულად რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებას, ალბათ დაიწყო რაღაც 2007-2008 წელს, როდესაც სრულიად შემთხვევით მართალი გითხრათ, ეს იყო თბილისის ფორუმზე, რადგანაც პირველი ასე ვთქვათ ქართული სოციალური ქსელი გახლდათ და იქ იყო რამდენიმე მცდელობა იმისა, რომ რაღაც ჩანაწერები გავუკეთებინა და კერძოდ რამდენიმე ადამიანი დროულად წერდა რაღაც თავის ავტობიოგრაფიულ გამოცდილებაზე დამყარებულ, ასე ვთქვათ, პატარა ჩანახატებს აკეთებდა და სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად აუყევი, ასე ვთქვათ, მეც. შემდეგ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, რა თქმა უნდა, როდესაც გადაგროვდა რაღაც მასალა, რამდენი ეპიზოდები უბრალოდ აღმოაჩინე ჩემთვის აღმოაჩინე რომ თურმე წერის პროცესს დიდი მოტივაცია სჭირდება რომ გააგრძელო ეს წერა, იმიტომ რომ ყველაფერს როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მოწყენა იცის და უშუალოდ რაღაც დაწერე, თუ ის შენი დაწერილი ვერ გაიცნო ვერავინ, ან ვერ გამოთქვა აზრი ამაზე, ან
ვერ მოისმინე კრიტიკა იქნება თუ ძირითადად გამხნევა იმისათვის რომ და ობიექტური აზრიც მიუხედავად იმისა რომ ობიექტური აზრი შეიძლება ზოგჯერ არ გვსიამოვნებდა ჩვენ განსაკუთრებით კრიტიკული მაგრამ ასე ვთქვათ გონებრივად და სოციალურად მომწიფებული ადამიანები სწორედ ახერხებენ იმის გაცნობიერებას რომ კრიტიკა პირიქით კარგია და აუცილებელია და შემდეგ ამ კრიტიკის საფუძველზე ახერხებენ მეტნაკლებად ობიექტურად შეფასებას იმისა ღირს თუ არა იმის გაკეთება რასაც ისინი აკეთებენ თუნდაც წერა რამდენად ღირებულია თუ კი კარი ადამიანების გარკვეული ჯგუფი რომლებსაც ღირებულად მიაჩნიათ აინტერესებს უბრალოდ რასაც აკეთებთ ეს ძალიან კარგი мотиваცია და სწორედ ასეთი რამ мотиваტორი გახდა ჩემთვის იმ პატარა ფან-კლუბის რეაქციები, რომლებიც შეიკრიბა ზუსტად ამ ფორუმზე და ელოდნენ, ასე ვთქვათ, ყოველ ეპიზოდს და როდესაც ეს მოლოდინი არსებობს, უკვე мотиваციასთან ერთად შევა პასუხისმგებლობაც. პასუხისმგებლობა იმისა, რომ რაღაც რეგულარულად უნდა აკეთო, ისევე როგორც ეს ხდება როგორც სამუშაო ასე ვთქვათ, რომ თუ კი ყოველ დილით ელოდებიან რომ ახალი ეპიზოდი უნდა დაიდოს, ესე იგი შენ ვალდებული ხარ რომ რაღაც გააკეთო. ეს ძალიან კარგი იყო ხა რომ უკვირდები ამ გადასახედიდან ყველაზე ნაყოფიერი იყო ზუსტად ის პერიოდი, იმიტომ რომ აი დისციპლინა მქონდა, წერის დისციპლინა შედგა, ასე ვთქვათ. და პასუხისმგებლობა ის რომ мотиваცია მქონდა, мотиваციას მაძლევდნენ ჩემი მკითხველები და პლუს ამას დრო მქონდა მონიშნული რომ ყოველ დღე ერთი გვერდი უნდა რეგულიყო ახალი ეპიზოდის და სწორედ ამიტომ და ამის ძალიან სწრაფად მოხდა ამ ეპიზოდების დაგროვება და ჩემი ეს ჯერჯერობით პირველი ერთადერთი რომანი რაც არის პილოტი ამის დაახლოებით პირველი ნახევარი სულ რამდენიმე თვეში დაიწერა ძალიან სწრაფად. რა თქმა უნდა, ეს ისეთი გაუშალაშინებელი ნედლი მასალა გახდა და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა შემდეგ, მაგრამ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ უკვე როდესაც ავტობიოგრაფიული, რა თქმა უნდა, პირველი რაც იყო, პირველი თავები და პირველი ეპიზოდები ეს იყო იმ გამოცდილებაზე აგებული ყველაფერი, რაც პირადად მე გამიცადე, რა თქმა უნდა. მაგრამ დგება უკვე თუ წერა სერიოზულად მიუდგებ, მე უკვე რაღაც დგება რაღაც მომენტი, რომ უკვე აღარ არის საკმარისი ეს ავტობიოგრაფიული და პირადი განცდები და შემდეგ თუ სურვილი გაქვს, ალბათ და ასე სურვილი გამიშთა, სწორედ რომ ეს გმირი, რომლის თავის დამშრასაც შემდეგ უკვე გაფართოვდა, შეიცვალა და ფანტაზია შეერია საქმეში და შემდეგ უკვე სრულიად სხვა მიმართულება შეიცინა ამ ყველაფერმა და ასე ნელ-ნელა გაგრძელდა ეს და მაგრამ როდესაც ფანტაზია და უკვე პრეტენზია გაქვს იმის რაღაც სხვა წერ საკუთარი ავტობიოგრაფიის მიერ, ამიტომ რომ მე მიმაჩნია ასეთ რამ სხვათა შორის ბატონმა ნადალადარიამ თქვა და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ერთი წიგნის დაწერა ყველას ინტელექტუალურ ადამიანს შეუძლია პოტენციურად და უნდა შეძლოს კიდევაც ეს თავსაკუთარი ავტობიოგრაფია. და ეს ყველაზე ადვილია. ადვილია მარკეტინგის სიტყვები მომაყოლეთ ხარ თქვენ. იცხოვრე რომ მოყვე მე გული ამბობს რომ დავიმაზეთ სიყვარული ჟამიანობის დროს რომ მშობლებზე ავაგეო მოტივი ის თხრობის მაგრამ სად გავიდა ზღვარი უკვე რეალობასა და წარმოსახვას შორის უკვე დავკარგეო დაახლოებით ეგეთია რომ აი შეიძლება რომ ჩემი ალტერ-ეგო ჩავდი აქ მაგრამ უკვე მე დავამატე მე მგონი ჩემი აზრით არის არ გახლავართ, ну არ ვიცი ახლა მე შეიძლება ეს საზოგადოების და სპეციფიკის შეფასების არის ობიექტური მკითხველის შესაძლებელია. თუმცა
ამავე დროს, როდესაც რაღაცის კეთებას იწყებ, კეთილი უნდა ინებოდა პასუხისგებლობა აიღო კიდევაც. ეხლა რომ მუდმივად ვიძახმე, რომ იცი და მე არა ვარ მწერალი, მაშინ მარტივად მეტყვიან რომ თუ მწერალი არ ახარ, მაშინ წერა შეწყვეტო უნდა და გაანებო უნდა თავი მის კეთებას. რასაც აკეთებ, მაგრამ თუ კი აკეთებ რამეს, მაშინ კეთილი უნდა ინებოდა პასუხისგებლობა აიღო იმაზე, რასაც აკეთებ და აკეთო ის მაქსიმალურად კარგად, რა თქმა უნდა. შეძლებს პარგლებში მაქსიმალურად კარგად. და ჩემი აზრით ყველა ნებისმიერი წიგნი, ნებისმიერი ახლა სხვა მწერლებთან მართალი გითხრათ მე ინტერვიუ არ მქონია და არ ამეკითხავს, მაგრამ დარწმუნებულია რომ ყველა იწყებს საკუთარი ახალი წიგნის და ახალი რომანის წერას საკუთარი გამოცდილებიდან. თვითონ მისი ალტერ-ეგო იწყება ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დაწერ ვერავითარ შემთხვევაში ისეთ რამეს თუ რაღაც პირდაპირ ირიბად არაკა განცდელი შეგრძნება, იმიტომ რომ ამბავის მოყოლა როდესაც იწყებს, სადღაც იქ აუცილებლად უნდა დაინახო შენი თავი. იმიტომ არის ზოგს აქვს სანიშნავია მუსიკაზე სიცეკვოს რეკნუ მე სამწუხაროდ და სამწუხაროდ არ მაგეს ნიჭები და ასე რომ სამაგიეროდ წერაში ვიპოვე ის ჩემი საკუთარი ფიქრებიდან უფრო არა უფრო ვიტყოდი სტრესებიდან ყოველდღიური გაქცევის საშუალება, იმიტომ რომ ამით იქნება სამყარო ასე ვთქვათ ელექტრომაგნიტური ტალღების სახით სადღაცა გვინდა რომ დავაფიქსიროთ. სადღაც გვინდა დავაფიქსიროთ და აი თუ იმიტომ რომ კომპიუტერი ხო ძალიან და საერთოდ ეს ხელოვნური ინტელექტი რაც არის, ფაქტობრივად ჩვენი ტვინის გაგრძელებაა, ჩვენი გონების გაგრძელებაა და როგორც კომპიუტერში ვინახავთ ჩვენ და უშუალოდ იგივე მუსიკა იქნება თუ რაღაც ხომ ჩავიწებ ვაკეთებ და ასეთი მგონია მე ეს ჩვენი ემოციები ის მესახი რისი გადმოცემაც ხსოვდა რაღაცა ამიანს და ასე შემდეგ ფიქრების დროს ჩვენი ფიქრების მაჯერიზაცია ხდება ფაქტიურად ამ ნაწერის სახით. კითხვაზე იქნება დამოკიდებული რამდენად ღირებული იქნება მათთვის ეს ინფორმაცია რამდენად დასჭირდება და როდესაც ვხედავ რომ დაუშვათ ეს ბევრს აქვს ამაზე გამოხმაურება რაღაც გარკვეული სიამოვნება მიიღეს დაუშვათ იგივე ნაწერის წაკითხვით ეს იმას ნიშნავს ესე იგი რომ რაღაც გარკვეული წარმატება მიღწეული აქვს იმ ადამიანს ვინც ეს დაწერა და ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე ვიტყვი რომ კი აი ეს არის ჩემთვის мотиваცია იმისა რომ ესე იგი საკმაოდ წარმატებით შეძლებაში რომ რაღაცების დაშიფრვა მე ხერხებინდათ რომ სხვა ამისგან სიამოვნება მიეღო. აი ეს იყო ფაქტიურად ძალიან ქაოტურია ალბათ რასაც საუბრობთ, მაგრამ სწორედ ამიტომ არის და ეს ბული რაც საუბარი რაც საუბრობ ამ წერასთან დაკავშირებით. შემდეგ რა იქნება და რამდენად მექნება მეუფლება საკუთარ თავს წერალი უწოდო, ეს ალბათ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შევძლებ მე ასე ვთქვათ ავტობიოგრაფიული ძირითადად ეს წრე გავარღვიო და მოახერხო ისეთი რამის დაწერა, ასე ვთქვათ ჩემი ალტერ ეგო წავიყვანო იქ, რომ სხვა თავგადასავლების ჩაწერაც შეძლოს. თუ ეს მოხდება, აი მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება მწერლობა. რაც შეეხება ეს ასე დაიწერა პირველი ნახევარი მეთქი მოგახსენეთ ჩემი რომანის, მაშინ რომანიც არც მქონდა ესე ჩაფიქრებული და შემდეგ მოხდა ისე რომ გარემოებათა გამო ახლა ზუსტად აღარც მახსოვს მე 2008 წლის ომიც იყო და ასე შემდეგ გარემოებათა ვეღარ მოხერხე და ვეღარ მოახერხე მართალი გითხრა და როგორც კი დისციპლინა დაირღვა
და პირდაპირ კავშირი ეს სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფენომენი ყოფილა თავისთავად, ასე ვთქვათ, ონლაინ წერა. როდესაც შენ გიკვეთავს, ასე ვთქვათ, მკითხველი და შენ როგორც პირნათელი ასე ვთქვათ, შემსრულებელი აბარებ ამ იმას და სამაგიეროდ იღებ შენი ჰონორარი არის სწორედ მათი შეკება, თუ იქნება კრიტიკა, მათი აზრები და ასე შემდეგ. როდესაც ეს მორჩა და გაქრა დისციპლინას დაირღვა და მეც დავკარგე, ასე ვთქვათ, ამის მიმართ იმდენი ვერ გავაგრძელე, ვერ გაგრძელდა, აღარ ვიცოდი უკვე სადღაც შუა გზაში დარჩა ეს მთავარი გმირი და სხვათა შორის თუ ისაც წაკითხული აქვს ეს რომანი აუცილებლად შენიშნავდა რომ დაახლოებით თითქოს ორი ნაწილისაგან შედგება პირველი ნაწილი ცოტა სხვა სტილია მეორე ნაწილი უფრო სხვა სტილია და სწორედ ეს და მე ისე არაფერი არ შემიცვლია ეს ისე დავტოვე იმიტომ რომ თავისთავად ჩაჯდა კიდევაც მთავარი გმირის თავგადასავალში იმიტომ რომ იქ მოხდა მოვლენები რომელმაც ის ფსიქოლოგიურად სოციალურად არსობრივად გაზარდა, შეცვალა და ლოგიკურად ჩაჯდა კიდევაც ის რომ ეს სხვა ადამიანი იყო უკვე თვისებრივად სხვა ადამიანთან ჰქონდა საქმე და სინამდვილეს იგი ამას ბანალური ახსნა ჰქონდა. და შემდეგ მოხდა ასეთი რამ რომ როდესაც არ გასულა ეს სხვათა შორის არ გავიდოდა ისე დღე რომ რამდენიმე წუთით მაინც არ მეფიქრა იქ შუაგზაზე მიტოვებულ გმირზე საწავიდო და რაც გააკეთებდა და სრულიად შემთხვევით შემდეგ მივხვდი რომ არ ღირდა ის თვითონ მოვიდოდა ალბათ დრო თუ მოვიდოდა გაგზელების დრო ან არ მოვიდოდა და სრულიად შემთხვევით წამს და მთელი ეს რომანის ერთ-ერთი ლაიტმოტივი მთავარი არის ნიშნები რომ ცხოვრებაში ის ყველაფერი ჩვენ ძალიან ვცდილობთ და შეუძლებელია ჩვენთვის ადამიანებისათვის წინასწარ განსჭვრეტა რა მოხდება ეს ჩვენ გვიცავს კიდევაც რა თქმა უნდა იმისაგან რომ არ გავგიჟდებთ არ დავგარგოთ გონება იმიტომ რომ ჩვენ თუ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იქნება და გვეცოდინება ცხოვრებას თავისთავად უინტერესო იქნება და სწორედ ამიტომ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დაახლოებით რომ გავიგოთ მეტნაკლებად რა უნდა გავაკეთოთ ან რა მიმართულებით წავიდოთ ერთი გრძელი გზა რომელსაც მივდივართ და ამ გზას რა თქმა უნდა როგორც ყოველ ჩვეულებრივ გზას თავისი ნიშნები აქვს თავარია რომ ნიშნებს სწორად საკითხვა ვიცოდეთ რომ სწორ ადგილას სწორ მოსახლეში შევიდეთ ან სწორად ავირჩიოთ გზაჯვარედინზე გზა ამ ნიშნების დანახვა სჭირდება თავისი ნიჭი შესაბამისი და ნიჭთან ერთად სჭირდება გამოცდილებაც. მაგრამ ყველაზე მთავარი კი დასაწყისში არის ის, რომ ყოველთვის უნდა ვეძებოთ ეს ნიშნები, იმიტომ რომ ყოველთვის არის ეს ნიშანი. ეხლა როგორ ინტერპრეტაციას გავაკეთებთ, ეს უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული. და სწორედ ამიტომ დავით მეც თავისთავად ვერ უგულებელყოფდი ამ თეორიას, რომელიც ჩემთვის მქონდა. საუბრობთ უკვე მაგარია, ბოდიში გაგაწყვეტინეთ. დიახ. pilot ზიადში რომ აი რუმის მოტივებით და უკვე თქვენი ისიც შევეცან დამოკიდებულებებით უკვე სათაურში ვეჩანს რომ ანუ და ის ინტერპრეტაციაც რაც ისედაც სადაც თქვენც გეწერათ რომ აი თითქოს კაცობრიობა გავართ იმას რომ აი ზიადში ვაცეცებთ აი ამ ხელებს და ანუ თქვენ სათაურშივე ამბობთ ესე გამოდის ნუ როგორც გავიგე რომ ეს არის ჩემეული ინტერპრეტაცია, ჩემეული ხელების ცეცება. იმ სხვადასხვა კი ბატონო, რაც ხალხს შორის არსებობს. ვიღაცა შეიძლება დაინახოს სხვას, პილოსნაცვლად, სხვა რაღაც დაასახელოს, ვიღაცამ სხვა და ვიღაცამ ხანჯალი თქვას ან ხმალი, მაგრამ რეალურად ეს არის სტილო, მაგრამ ჩვენი ინტერპრეტაცია ყველას განსხვავებულია. აი რუმიზეც მინდოდა მეკითხა, კი ბატონო, მე მგონი რაღაც კითხვებით შემოვიდა და თუ გნებავთ ერთ-ორ კითხვას სიამოვნებით მოგახსენეთ შეიძლება თქვენი წიგნების შეძენა და ჩემი წიგნების შეძენა შეიძლება ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში ბიბლუსებში ნამდვილად არის ვიცი
და თუ თბილისში იბრძანდებით, იმიტომ რომ ეს გამოცემულობა არტანოჯის გამოცემულია, ჩემი სამივე წიგნი. პირველი გახლავთ, ესე იგი, სპილო წყვდიათში, მეორე წიგნი იყო გამოცემული ჩემი რუმი და მესამე გახლავთ ედგარ პოს ლექსები. და მართალი გითხრათ, აი სანამ რუმიმდე მივიდოდი, პირველი აი სრულიად შემთხვევით, აი როგორც მოგახსენეთ, რომ აი ნიშანი რა, აი ერთ დღეს წავაწყდი არსებობს ასეთი ქართული წიგნი, თუ არ ვშტები ბატონ მალხას ხარბედიას აქვს ასეთი წიგნი, ძალიან კარგი და საინტერესო ედგარ პოს ყორანის 21 ქართული თარგმანი. და ნახე ეს ქართული თარგმანები და წავიკითხე. რაღაც დაწყებული ვაჟებშაველადან, რა თქმა უნდა, იცით რაშია საქმე. ეხლა მაშინდელი თარგმანები სულ თავიდან სულ ცოტა სხვანაირი იყო, იმიტომ ჩვენ დღეს უზარმაზარი უპირატე დღევანდელ თარგმნელს უზარმაზარი უპირატესობა აქვს წარსულთან შედარებით, ამიტომ აბსოლუტურად შეუსაბამო და არამართებული იქნება, რომ დღევანდელი თარგმანი შევადაროთ დაუშვათ 20-30 წლის წინათ გაკეთებულ თარგმანს. და რატომ? იმიტომ რომ წვდომა მაშინ, აი მაგალითად ახლა ვაჟებშეველად დარწმუნებული ვარ, ჩავუვარდა ხელში რუსული რომელიმე რუსულად გადმორუსულებული თარგმანი ყორანის და ახლა არ შეიძლება რომ დღეს ავიღოთ ვაჟას თარგმნელი და უშვათ ყორანი და შევარდაროთ დღევანდელ. პლუს ამას შემდგომი თარგმანებიც, ახლა თუ არა გაქვს წვდომა ინგლისურ ლიტერატურასთან, თუ არ ფლობ ენას თავად კარგად და გარდა ამისა ედგარ პოს აქ ერთი მთავარი თავისებურება, ეს არის მისი მისტიკური შიფროგრამა, იმიტომ რომ ყველა ლექსი თუ მოთხრობა, რაც მას აქვს დაწერილი, იყო ერთგვარი შიფროგრამა. იმიტომ რომ იქ ყოველთვის ის შიფრავდა რაღაცას, ყოველ სიტყვაში, აი ეს იყო მისი სტილი. სწორედ იმიტომ არის მე რომ არტურ კონან დოილი იქნება თუ აი სხვა ეს დედუქციური მეთოდის გამოძიება, ფაქტიურად ეს ყველაფერი ამას ყველაფერს ედგარ პოს შემოქმედებამ ჩაუყარა საფუძველი. და ნუ მე არ მოგიშეი გაწყენთ მე დეტალებს საუბრობ, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი ფართო თემაა, ამათ ფაქტურად ცალკე დაიჭირდება მიძღვნა, ასე ვთქვათ, გადაცემის, მაგრამ თავარი რა ისი თქმა მსურდა, როდესაც მე ეს წავიკითხე და მე შესაბამისად მოსმენელი მქონდა ადრე რამდენიმე ლექცია ედგარ პოს ყორანის შესახებ, რომელიც ჰქონდათ ამერიკის სხვადასხვა კოლეჯის ლიტერატურის პროფესორებს. და იქ სულ სხვანაირად დავინახე ეს ედგარ პოს ყორანი და მე რომ ნახე რომ ის შემაძრწუნებელი აურა, რომელიც ამ ვერ იყო ისე მე ვერ ყორანს მოусმინე არაერთ ლექციას და ყველა სიტყვას იქ რა სიტყვებიც იყო მოცემული, იმ სიტყვების შიფროგრამები და ახსნაც მაინტერესებდა რატო ქონდა, იმიტომ რომ იქ არ შეიძლება ედგარ პოს თარგმნისას ყოველ სიტყვას ძალიან ფრთხილად უნდა მოეყო, მით უმეტეს პოეზიის. ძალიან ფრთხილად უნდა მოეყო, იმიტომ რომ შესაძლებელია ერთი მარტივი სიტყვა, რომელიც გონია რომ უბრალოდ მარტივია და იქ მის უკან არაფერი არ დგას, სინამდვილეში შესაძლებელია სერიოზულად შეცვალოს თვითონ აი განწყობა და ის აურა და ჩვენ ახლა ზუსტად აღარ ვისაუბრეთ და ის ემოცია, რომელიც იმან ჩადო იმ ყოველ სიტყვაში და დააკონსერვა, თუ გვინდა რომ ეს სრული ხარისხით მივიღოთ უკან და შევეცადოთ რომ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს. თუმცა მოგეხსენებათ ძალიან ასე ვთქვათ ძნელი და უმადური საქმეა, შეიძლება ითქვას პოეზიის თარგმნა და პირველი აი პოს ბოდლერმა რო თარგმნა პოს ლექსები კიდევ პროზის სახით ითარგმნა პირველად, იმიტომ რომ ფრანგულად, იმიტომ რომ ვერ წამოიღო ის ენერგია, როდესაც ნახა რომ ვერ წამოიღებდა იმ ენერგიას, რაც ინგლისურ ორიგინალში იყო, ჯობდა იმას უბრალოდ რომ მოეყოლა ვიდრე გადმოეტანა პოეზიის სახით, იმიტომ რომ იქ მარცვლების დათვლა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
პომა ესე ჩამიტრია პომ დაახლოებით ურკვირა დამჭირდა მაგალითად ყორანის თარგმნაზე და მახსოვს იმდენად დამძრგუნველი და ესეთი რაღაც ესეთი შავი მძიმე აურა მოიტანა სხვას რომ მოეყოლა მართლა გითხრათ სხვაგან რომ წამეკითხა ვიტყოდი რომ მეტი ჭრობა ჩაუთვლედი იმ ადამიანს რომ აი ახლა ეს აურა როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოდიოდეს მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ მართლა ვიგრძენი შესაძლებელია შემი აბსოლუტურად სუბიექტური შეგრძნება იყოს, მაგრამ მე ვიგრძენი, რომ აი ესეთი დამძგუნველი აურა წამოიღო და შემდეგ ვნახებს რამდენიმე სხვა ლექსიც და შევყევი, ასე ვთქვათ, პოს შემიყოლია. ძალიან დეპრესიული განწყობა მქონდა მართალი გითხრათ ამ ყველაფრის გამო. და ასე აღმოაჩინე რომ სრულიად შემთხვევით პოს კითხვისას, რომელიც ესე ძიმე თუ აი თან იმის ბიოგრაფიასაც ყველაფერს ერთად თუ გავითვალისწინებ და ვიცით რომ აი ეს კაცი იყო თან აი ცხოვრობდა ძიმე პერიოდში უამრავი პირადი უბედურება გადაიტანა წარმოუდგენა აი მაშინ ჩემ წარმოუდგენას რომ ამოტივტივებდა როგორ მოკვდა აი როგორ მიბარბაცებდა სივრქუჩებში იქ რაღაცა ის ტუბერკულოზით შეჭმული ადამიანი და რამდენი განსტატრიალებდა მაშინ და ეს ყველაფერი აი ეს მძიმე ცივი აურა გადმოდის ეს განწყობა და ის სწორედ მაშინ სრულიად შემთხვევით წავაწყდი რუმის რუმი არის სწორედ ასე თეთრი ნაურის ძალიან მსუბუქი და ძალიან დადებითი პოზიტიური აურის მომტანი ადამიანი და შემოქმედი და სწორედ იმიტომაც არ მე რომ გავეცანი და ჩემთვისაც ვთქვათ სიურპრიზი გამოდგა ის რომ თურმე დღევანდელ ამ მოდერნიზებულ ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი კომერციული პოეტი ასე ვთქვათ ამერიკაში გახლავთ რუმი და აი ამ რუმის წყარედების გადმოქართულებამ და რა თქმა უნდა მე არ მქონდა იმის სამწუხაროდ ფუფუნება რომ თვითონ ორიგინალში წამეკითხა და ორიგინალის მელოდია მომეშინა და ამისთვის შესანიშნავი ხა ვისაც აინტერესებს უშუალოდ რუმი თვითონ სპარსულიდან გადმოქართულებული ამას შესანიშნავი წიგნი აქვს ბატონ გიორგი ლობჟანიძეს რომელიც სპეციალური პროფესიონალია და ძალიან საინტერესო თარგმანები აქვს ვისაც უნდა და სურს რომ აი ზუსტად ეს ორიგინალში შეიგრძნოს თვითონ ის რუმი რა თქმა უნდა ბატონ გიორგი ლობჟანიძის წიგნი აუცილებლად და მისი ნათარგმნ პოეზიას უნდა გაეცნოს ძალიან სასიამოვნოა და მეც დიდად ვისიამოვნე მართალი გითხრათ მაგრამ მე ჩემ ტექსტს დავარქვი ჩემი რუმი და ეს გახლავთ ჩემი ინტერპრეტაცია მე როდესაც წიგნის როდესაც ინგლისური ვერსიები წავიკითხე თვითონ რუმის შემოქმედების და აი იქ წავაწყდი სწორედ იმ ლექსს ფილოსოფიაში და მაშინ მივხვდი სწორედ რომ აი ეს არის სწორედ ის რაც უნდა იყოს რის შესახებაც მე ვწერდი და ეს იქნება აუცილებლად ჩემი წიგნის სათაური და მე რუმისა და პოს პოეზიის გაცნობა მომცა ერთ დღეს უკვე როდესაც აი ეს ასე ვთქვათ ლექსები პოს პრაქტიკულად ყველა ცნობილი პოემა და ლექსი მაქვს ქართულად ნათარგმნი და ეს კრებულში შევიდა. შემდეგ გავუკეთე იმას თავისი პროზაული წინასიტყვაობები, იმიტომ რომ მინდოდა რომ ჩვენ მკითხველსაც, ქართულ მკითხველსაც მიიღო, იმიტომ რომ სანამ შედიხარ პოს ლექსში საინტერესო გაეცნო იმ შიფრე რა იგულისხმება, იმიტომ რომ ძნელია, მაშინ გარკვევა ძნელია, იმიტომ რომ ამას მთელი ასე ვთქვათ მეცნიერება პოს შემსწავლელი პროფესიონალი ფილოლოგები და ლიტერატორები სწავლობენ და გაშიფრული აქვს, იმიტომ რომ იქ ისტორიული უამრავი სხვადასხვა ისტორიული ფაქტია, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია და თუ ეს ყველაფერი არა გაქვს წინასწარ ამას არ გაეცნობი სრულად ვერ აღიქვა მთელ სილამაზეს და მთელ ემოციას ვერ წამოიღებ. ზუსტად იგივე ალბათ იგივე არის რუმისიც და ამიტომ ჩემ თავისთვის უფლება არ მიმეცია რომ უბრალოდ ისე გადმომეგდო ასე ვთქვათ და ეს რუმიზე მეწერა სანამ არ გავეცანი სერიოზულ ნაშრომებს ასეულობით გვერდი მაქვს წაკითხული რომ
გამეგო ინტერპრეტაციები, სხვადასხვა პროფესიონალური თვალსაზრისით ინტერპრეტაციები და ამავე დროს მე მივეცი ჩემ თავისუფლება, რომ ჩემს პირადში გამეკეთებინა ჩემი შეხედულებები წამომეღო ის, რაც მე მაინტერესებდა თვითონ რომში და რას ნიშნავდა ჩემთვის რომი. აი ამ ორი დაბსრულიად საპირისპირო, პოლარულმა, დაპირისპიროა ეგეთ დასავლური შავი ასე ვთქვათ, მელანქოლია და აღმოსავლური თეთრი ოპტიმიზმი, აი ეს რაღაცას ასე ვთქვათ, ინდიანივით ჩაეწნა ჩემთვის ერთმანეთში და აი ამ მოტივაციას ერთ დღეს უკვე მივხვდი, რომ უკვე ვიცოდი რა უნდა გაგრძელებულიყო, როდესაც სათაური დაიწერა უკვე რომანის, მერე მივხვდი უკვე როგორ უნდა დასრულებულიყო, სად უნდა წასულიყო და სად უნდა გაეგრძელებინა მოგზაურობა მთავარ გმირს და როგორ უნდა დაესრულებინა მას ეს მოგზაურობა და აი ასე შეიკრა, ასე თქვა და ფაქტობრივად იმიტომ გამოვიდა ტრილოგიასავით, იმიტომ როგორც კი დავასრულე რომანი, ვეღარ მოვითმინე და აი მინდოდა რომ ის ჩემი ემოციები, რომელიც მქონდა პოს მიმართ და რომ რაც რომის მიმართ, რომ აი ეს ფაქტობრივად ეს სამივე წიგნი ერთმანეთთან არის ემოციურად დაკავშირებული. შეიძლება ეხლა იკითხონ რომ აი რა თქმა უნდა გაჩნდება კითხვა რომ ეს რა კავშირშია, არანაირი კავშირი არ არის გარდა იმისა, რომ ის ემოციები, რომელიც იქიდან იყო წამოღებული ამ ორი დიდებული ადამიანიდან, სწორედ აი ამან მომცა საშუალება იმისა, რომ ჩემი რომანი დამესრულებინა და სწორედ ყოველი თავი ან რომის ან პოს ცირიოდენი ეპიგრაფით ჩემი მიერ თარგმნილი ლექსების ეპიგრაფით იწყება და შეყავს ასე ვთქვათ მოქმედება იწყება სწორედ მაქედან და შემდეგ გრძელდება და შეუძლია მკითხველს აი დაკვირვებული მკითხველი ვისაც ეს სხვანაირი ასე ვთქვათ დეგუსტაციით კითხულობს თავის ამიტომ რომანს აი ყველას თავისი ისინი ძალიან კარგად მიხვდებიან თუ რა არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ სამწუხარებელ პატარა ეპიგრაფებს ლექსების სახით შემდეგ მოქმედების განვითარებაში ყოველი თავის. აი ედგარ ალან პოზე მინდა გითხრათ და დაგეთანხმოთ, როდესაც თქვენ ბრძანეთ, რომ აი დამანგრეველი აურა მოიტანა თქვენ რომ აი მინდა რომ დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ ყორანი თქვენებული თარგმანი რო წავიკითხე და ლექსი რომელიც მეუღლეს მიუძღვნა სამრეკლოს ზარები მოსამსახურე ქალმა რომ მიაწოდა იდეა რომ თქვენ გეწერა გავეცანი და აი ამ ორმა ლექსმა ემოციურად დამცა. როგორც კი გავეცანი, ემოციური შოკი მქონდა და მეც იგივე განცდა მქონდა რაც თქვენ ბრძანეთ, რომ აი ედგარ ალან პოს მერე ეს ემოციური ფონის მერე აი რომი არის გამოცოცხლება და გაჯანსაღება რა. იმიტომ რომ ედგარ ალან პო მართალი ბრძანეთ, რომ აი თავად ეს ყორანის მომენტიც რომ აი მისი კარგად ჰქონდათ ის მომეწონა რომ ორიგინალი ქართული თარგმანი და მე ერთგვარი თქვენი კომენტარი, თქვენი შეხედულებები და შეჯიბრებები. თვითონ ყორანისადმიც ის მომეწონა რომ ანუ ნებისმიერი კულტურაც და მითოლოგიური ნარატივი იქნება თუ ბიბლიური თუ ყორანისეული, ყველგან ან ჩვენ ადამიანებსაც გვაქვს ალბათ ამ ფრინველისადმი ეს დამოკიდებულება, რომ რაღაცნაირად დამთქმულ აურას მომტანია თავისთავად ცხადია, მაგრამ აი თქვენი აზრით მთავარი სიმბოლიზმი რა ჩადო ავტორმა, როდესაც აი ეს გადმოსცა, რომ აი ყორანი და ეს არის მისი შინაგანი განცდა, ბოროტისულის განსხეულება თუ ანუ თქვენეული ინტერპრეტაცია რა არის? ორი სიტყვით მაინც რო გავშალოთ ყორანის საკითხი. კი ბატონო, რაც შეეხება მე რას ვფიქრობ, სწორედ ეს არის ჩვენი საკუთარი ეს მისი ჩვენი საკუთარი დემონებია. ესე ჩვენი გონება შეიძლება ითქვას არის ლაბირინთი. ლაბირინთი რომ ამ ლაბირინთში და სადღაც ამ ლაბირინთის ცენტრში აუცილებლად ზის ჩვენი საკუთარი მინოტავრი. და აი სწორედ ეს იყო მინოტავრი იყო ყორანი
მისათვის ედგარ პოსათვის. და ის ფიქრები არის სწორედ ის ძაფები, რომელიც ამ ლაბირინთის სიარულისას ჩვენ იმ საკანთან, სადაც ეს დემონი მინოტავრი თუ ყორანი ზის. სწორედ აი ფაქტიურად აღწერს და ჩემთვის რაც არის ყორანი, ეს არის სწორედ იმ ბნელ ღამეს, იმ ლაბირინთში ხეტიალი მიყოლა იმ თავისუფლად ახერხებდა ამ ლაბირინთში სიარულს და ყოველთვის ბოლომდე მიდიოდა და ყველა მისი მოგზაურობა ამ ლაბირინთში ყოველთვის თავდებოდა იმ კართან, რომელიც მეღმა დემონი იჯდა. ჩვენ გვიცავს ჩვენი გონება ხშირად იმისაგან მოგეხსენებათ როდესაც გვესიზმრება რაღაცა ცუდისისმა რომ უნდა მოუკვდეთ რა სადღაციდან გადმოვარდეთ აი ახლა დავენარცხოთ მიწას აი ახლა გვესროლეს და დაუშვათ ტყვია მოკვდა და აი ახლა მოგლა ის ზუსტად იმ მომენტში გვეღვიძება ხო ეს იმიტომ რომ სწორედ იქ ის რაც ჩვენ გვიცავს ჩვენი ცნობიერი არის ის რაც გვიცავს ჩვენ ქვეცნობიერის მიღწევისაგან რომ ჩვენ არ უნდა მივიდეთ სწორედ იქამდე და არ უნდა რომ ბოლომდე სადაც ის დემონის ის მიაღწია სწორედ დემონების კარი გააყო და სწორედ იმ დემონებმა შეჭამეს შემდეგ გარკვეულ სწორედ იმიტომ სწორედ ისე იქს ეს არის იმ სწორედ თავისი აი ამ მოგზაურობას შეგნით და მუდმივად იგივე დემონებთან მისვლას არ შეახეთია სწორედ იქ არის მისი შეგონება ის არის სწორედ რომ ნუ გახვევი იმ გზას ნუ გახვევი იმ ძაფს ფაქტიურად რომელიც მიგიყვანს ცუდთან და სწორედ იმიტომ არიან ეს დერვიშები ხეტიალს თვითონ რეალურ ცხოვრებაში ისინი ირჩევენ ხეტიალს ვაში თან მიუხედავად იმისა მე მაგათად რომის წინა სიტყვება მაქვს წინა სიტყვაში მაქვს ასეთი რამ რომ თავისთავად poezia კონკრეტული მაინდამაინც შენს საკუთარ თავზე შენ მთელი სამყარო ხან მთელი სამყარო იქა სიკეთეც ბოროტებაც კარგი ცუდი და საერთოდ მთელი galaktika ყველაფერი შენშია და თუ შენ გინდა იმიტომ რომ აი ხა ჩვენ დავფიქრდეთ ხომ ჩვენი ყველაზე სწრაფი არის ჩვენი ფიქრი ჩვენი საკუთარი ფიქრით უცებ შეგვიძლია მას სადაც ნებისმიერ ადგილას ვიმოგზაუროთ ხომ მთელ სამყაროში ვერასოდეს ვერ შექმნით ალბათ ყოველ შემთხვევაში ჩვენი გონება ჯერჯერობით ეწინააღმდეგება იმის გააზრებას ვერ ახერხებს იმის გააზრებას ფილოსოფიურ გააზრებას რომ ჩვენ მოახერხებთ მთელი სამყაროს ნახვას ხომ გავალ galaktikიდან galaktikაში და შემდეგ ვერ ვახერხებთ ის კი არა აგერ ახლოს ყოფ შედარებით ახლოს ყოფ პლანეტებსაც ჩვენ galaktikაში ყოფ პლანეტებსაც ვერ მივახცევთ ასე ადვილად და მაშინ რატო არის ეს ყველაფერი რატო არსებობს ხო შეიძლება ეს შესაძლებელია ეს კი რა თქმა უნდა თუ კი ჩვენ ვიქნებით არა ადამიანი საუკუნეების წინ და იმიტომ არის ეს უკვდავი რომ ის ყველაფერი რაც იყო და რაც არსებობს და რასაც ნახავ და რასაც ჩვენი მომავალი თაობები ნახავენ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩვენშია ჩვენ როგორ ფილოსოფიის განსხვავება რომ ის მხოლოდ დემონებთან და ქვეცნობიერის დემონებთან, მაგრამ ეს მისი და გავიდა სხვა სამყაროში გავიდა უფრო galaktikებს გასდა
და სხვანაირად დაანახა მთელი ფილოსოფია. ამიტომ არ არის შავბნელი და მომაკვდინე სიკვდილის სიცივე არ მოსდევს, ამიტომ რომის მზის სითბო და მწყუნვარება მოსდევს. და კითხვა დამისვა, მაგრამ მე მგონი ამომწურავთ ვისაუბრეთ. უბრალოდ მინდა კითხოთ ის შემოქმედები სხვადასხვა დარგიდან, რომლებიც თქვენთვის შთაგონებას წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, რუმის და ედგარ ალან პოს კარდა. ვინ არის თქვენთვის? ჩემთვის ეს ჩვენ წერილებზე და პოეტებზე აღარ ვსაუბრობ. თუ გიძავთ კიდევ დაასახელოთ, რა თქმა უნდა. ეხლა ჩემს ძალიან დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მაგალითად დატოვა ცნობილმა კი არა მედიცინის ერთ-ერთ ფუძემდებელმა, რა თქმა უნდა, პარაცელსმა. ძალიან ხშირად ვკითხულობ ხოლმე და თუნდაც ის გენიალური მიგნება, რომ დოზირებით, რომ დოზა ქმნის აქცევს აწამლავს წამლად, ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ნეტარი ავგუსტინე ძალიან დიდი და საინტერესო პიროვნება, წმინდანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს პიროვნება, აი ისი შეგონება, რომ ტკივილი არის უდიდესი ბოროტება, რომლის გააზრებას მე ახერხებ, რომ აი ტკივილი, როდესაც ადამიანმა მოითვინიერა ტკივილი და დაიწყო ესე იგი ტკივილის გამოყენება შეუძლია, კი არ მოითვინიერა, მისი გამოყენება შეეძლო და სხვა ადამიანს ტკივილი მიაყენა, აი ამითი მოახერხა სწორედ ბოროტების აი ეს არის სწორედ უდიდესი ბოროტება, იმიტომ რომ ტკივილი დაიმორჩილა მან მეორე ადამიანი შეაშინა და რატო არის ტკივილი უდიდესი ბოროტება? იმიტომ რომ ყველანაირი ბოროტება შეიძლება აიძულო ადამიანს გააკეთოს, თუ მას ტკივილი შეაშინებ. და აი ტკივილის დაძლევა, იმიტომ არის სწორედ რომ ტკივილის დაძლევა მხოლოდ ერთეულებს შეუძლია და ის ადამიანები არიან სწორედ ისინი, რატომ მიაჩნიათ წმინდანებად, გმირებად და ასე შემდეგ, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ტკივილის ძალიან ესეთი შთამაგონებელი ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს ფილოსოფიაზე. რა თქმა უნდა, ერთი და ორი არ არის ასეთი, ჩემთვის ილია ჭავჭავაძე არის უდიდესი ავტორიტეტი. ავტორიტეტი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მშურდა ამერიკელი დამფუძნებელი მამების, რომ რატომ ჩვენ არ ვყავდა და რომ გადავხედავ იმ კატეგორიით თავისი აზროვნების მასშტაბებით, თავისი პრაგმატიზმით, სახელმწიფოებრივი და ამავე დროს ძალიან რომანტიკული და ჰუმანური პრინციპების მქონე ყველაფერი ესე ერთად ამ ადამიანში იყო შეერწყმული თუ შეგვიძლია რომ ვთქვათ რომ ჩვენს ყავს დამფუძნებელი მამა ქართველი ერის ქართულ სახელმწიფოებრიობის თანამედროვე ილია ჭავჭავაძეა. თუნდაც მატერიალურად მისი მიერ შექმნილი კონცეფცია თავადაზნაურო ბანკისა და იქიდან შემოსული მატერიალური დატოვებული ოქროსი სწორედ ის გახდა საფუძველი პირველი ქართული სახელმწიფო ბიუჯეტისა. რა თქმა უნდა ეს არაერთი ძალიან ბევრია მართალი გითხრათ ასეთი რო გითხრათ ესე კონკრეტულად ასე ერთი და ორი ადამიანი ნამდვილად არ ამყავს მწერლობაში ქართულ მწერლობაში მოგახსენე ილია და მიხეილ ჯავახიშვილი არის ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულად საყვარელი მწერალი. ქირურგიაში ძალიან განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მაიკლ დებეკი. მქონდა ბედნიერება მასთან უშუალოდ შეხვედრისა. თვითონ მისი
მეტოქე და მეორე ბრწყინვალე კარდიოქირურგი, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა იყო ფაქტურად თამარ კარდიოქირურგისა დენტონ კული და ძალიან ვამაყობ რომ მქონდა მე ამ ადამიანთან შეხვედრის ბედნიერება საოპერაციოში, მასთან ერთად ოპერაცია მაქვს გაკეთებული და რატომ არის კიდევ რატომ მომყავს ეს ადამიანი? იმიტომ რომ მაშინ მივხვდი რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტ დიდი პროფესიონალი, რამდენად სულგრძელი, რამდენად თავისუფალი და რამდენად დადებითი აურა ახლავს აი ამ თვით დარწმუნებას, როდესაც პროფესიონალი არის ძლიერი, თვითკმარი და თვითკმაყოფილი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია მის ირგვლივ ფაქტიანად შექმნას ისეთი განწყობა, რომელიც აუცილებლად რომელიც იხმარება ყველას, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. და აი ეს არის, აი ეს დენტონ მე იმიტომ რომ მქონია სხვა უამრავ ერთ ქირურგთან მქონია შეხვედრა ჩემი ცხოვრების მანძილზე და მაშინ მივხვდი რატომ იყო ის აბსოლუტურად სხვა დონე და სხვა განზომილებიდან მოსული, იმიტომ რომ მისი პროფესიონალიზმი გახლავთ ისეთი კატეგორიის, რომ მას სრულიად დაცლილი იყო ყოველგვარი ეგოიზმისაგან, ბრაზისაგან, აგრესიისაგან და ასე შემდეგ. აი, შემიძლია გითხრათ, რომ ეს უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო, იმიტომ რომ ბევრი ყოველ ჩვენ თუ ღია გვექნება გონების თვალი, ყოველთვის ყოველდღიურად ხვდებით ალბათ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული გავლენა მოხდენა შეუძლია და ახდენენ კიდევაც ჩვენზე. და რა თქმა უნდა, არიან და არ არსებობს აი ესეთი განსაკუთრებით გამორჩეულები, რომელმაც შეცვალა ეს მიმართულება, რა მიმართულებითაც ჩვენ მივდიოდით. ასე ვთქვათ, თანამგზავრები არიან ჩვენი იმ გზაზე, იმ გრძელ გზაზე, რომელიც სიცოცხლის დასაწყისიდან ბოლომდე უნდა გავიაროთ. რა ვიცი, მოგახსენოთ ალბათ კიდევ და დაფიქრება მჭირდება, ალბათ ესენი არის დაუფიქრებათ, ეს რაც შემეძლო მეთქვა, ალბათ ესენი არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასები გახლავთ. კარგი, ეს კითხვასაც წაგიკითხავთ, რომ სხვებიც ჩავთოთ, ესეთი კითხვა შემოსული, რომ შეგეძლოთ დედამიწის მოქალაქეთათვის თქვენი რომელიმე სტრიქონის თქვა, რომელ ფრაზას აარჩევდით. აი რა იქნებოდა ის მესიჯი, რასაც ეტყოდით ფრაზად კაცობრიობას. თქვენი ფილოსოფიის გამომხატველი ჩემი ფილოსოფიის გამომხატველი სწორედ იქნებოდა ის, რაც დღეს აი სწორედ სათაურში დევს, აი სპილოც ყდიათში დევს, იქნებოდა აი წაუკითხავდი სწორედ ამ ლექსს და რატომ აი დღეს დღევანდელ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს ჩვენ ეს არის აგრესია და თუ დაუკვირდებით ეს აგრესია ურთიერთსიძულვილი ვერ გატანა ძირითადად არის იმის გამო რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ უგებთ და ჩვენ ერთმანეთთან დიალოგში არ შევდივართ და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ ჩვენ სულ ყველა საკუთარი შეხედულება გვაქვს იმ ერთ და იგივე მოვლენაზე და ამ საკუთარი და არ გვინდა დაშვება იმისა, რომ დაუშვათ ის, რომ არსებობს ერთი სხვა ობიექტური ჭეშმარიტება და ჩვენ ამ ობიექტურ ჭეშმარიტებას სულ სხვადასხვა მხრიდან ვუყურებთ. და ჩემი მესიჯი ალბათ იქნებოდა ის, როგორც მთავრდება ეს ლექსი, რომ ჩვენ რო შეგვეძლოს სინათლის შეტანა აი ამ ბნელ ოთახში, მაშინ ყველანი სრულად შევძლებდით მთლიანად აღქმას და ყველანი ერთად დავინახავთ, რომ ყველანი ერთად ვიტყოდით, აი სპილო. და ჩვენ მაშინ არ ვიტყოდით, რომ ეს ხანჯახმალია, ეს სვეტია, ეს ტყავის სავარდელი, ვიტყოდით, აი ეს არის სპილო. საიდან მოდის ეს სინათლე, ეს მოდის სწორედ განათლებიდან და განათლება არის მხოლოდ განათლებაში არ შეიძლება რომ განათლებული ადამიანი და განათლება და აგრესია ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. იმიტომ იყო სწორედ აი ვინც იყო ჭეშმარიტი განათლებული, სწორედ აი რომი იყო ჭეშმარიტი განმანათლებელი. ერთ-ერთი იმიტომ იყო ის ფუძემდებელი არა მარტო
რელიგიური მოღვაწე გახლდათ, არამედ იყო მასწავლებელი, პედაგოგი, პოეტი და არ ვიცი, ყველაფერი ერთად შეძლო ამ კაცმა, ამ ყველაფერი როგორია წერს ადამიანი სიყვარულზე, თან თამამ სიყვარულზე მაშინდელი პერიოდი მოგეხსენებათ და თვითონ აი ეს ძალიან ესეთი კონსერვატიული ისლამის წარმომადგენელია, თვითონ ამავე დროს სასულიერო პირია და ამავე დროს სრულიად თავისუფლად ლაპარაკობს მიჯნურობაზე, სექსზე, სიყვარულზე, ყველაფერზე. და ეს ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშიროს, თითქოს ყოველ ყველაფერი წინააღმდეგ ისე, რომ ვერავინ შარი ვერ მოსდოს ირგვლივ. და ვერავინ ვერ თქვას, რომ აი, პირიქით, ყველას ერთნაირად უყვარს, მეფე იქნებოდა ის მაღლამდგომი თუ იქნებოდა თუ რიგითი თუ სხვა სასულიერო პირი იქნებოდა თუ მორწმუნე თუ ურწმუნო თუ სხვა რელიგიების წარმომადგენელი ყველას ერთად მოყვანა შეძლო და ყველას ერთად შეკრება. შეძლო, ამიტომ არის ჩემთვის აი თუ რამეა დაუშვათ რაც შემიძლია უთხრა, ეს არის კაცობრიობისათვის სწორედ აი ეს პრინციპი თვითონ რასაც წარმოადგენს რუმი, სუფიზმი, ეს დარვიშები და თვითონ მისი ფილოსოფია ძალიან მომწონს და ეს არის ჩემთვის ყველაზე უფრო მისაღები, რომ ყველანაირად დაცლილი აგრესიისაგან და გვეუბნება იმას, რომ ჭეშმარიტი განათლება არ არის ეს მხოლოდ წიგნების კითხვა, არ არის ეს მხოლოდ რაღაც მშრალი ფაქტების ჩამოყრა და მათი ჟონგლიორობა. ჭეშმარიტი განათლება არის სიკეთე, სიყვარული. ამ ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის თვითონ ქმედება. და აი ეს სიკეთე და სიყვარული და სხვისი მიმღებლობა მოდის სწორედ იქიდან, რომ ჩვენ ვუშვებთ იმას. აი ეს მინდოდა სწორედ დღეს აი მაგალითად ვაქსერებზე და ანტივაქსერებზეა, ხო? კამათი ესეც არის ერთ-ერთი. აი, როდესაც მე წერდი ამ რომანს, ჩემს რომანს ჰქონდა სწორედ მესიჯი, გზავნილი, რაც მე მინდოდა ყველასთან მიმეტანა გახლავთ ის, რომ მოდით რა ნუ ვიტყვით დარწმუნებით, არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, მართლა კვდება ადამიანი, სულთლიანად კვდება, ყველაფერი ქრება და მინდოდა ეს რომ მისტიკას თავისი სიტყვა ეთქვა, აქ მეცნიერებას თავისი სიტყვა ეთქვა, მედიცინას თავისი სიტყვა ეთქვა, ყველას და აღმოჩნდა რომ ვერცერთს ამ ყველას და ესენი არის ეს ჩვენი ხელები, რომლითაც ვეხები და ვაცეცებთ ამ სპილოს სხეულზე. არც ერთი არ გვაძლევს სამწუხაროდ საშუალებას რომ ბოლომდე აღვიქვათ და შევიმეცნოთ ის რაც ჩვენ წინ არის სიგნალებში და აი ეს ყველანი ერთად რაც ყველას ერთად დაგვაკავშირებს ერთი უბრალოდ სამთები იმ ოთახში შეტანილი რომელიც ყველას მიგვიყვანს ერთ ჭეშმარიტებამდე და სწორედ ეს სამთლის ძიება უნდა იყოს ჩვენი ნებისმიერი ადამიანის ამოცანა აი ამ სანთლისკენ სვლა განათლებისაგან და აი ამ სანთელში განხორციელდება და განსხვავდება სწორედ სიყვარულიც და სიკეთეც და ეს გაგვინათებს სწორედ გზას იმისაკენ რომ ყველანი გავერთიანდეს გვეყვარდეს მართლაც ერთმანეთი პატივიცეთ რაც ვარი ერთმანეთს თუ არ გვეყვარება პატივიცეთ და ესეც სიყვარულია პატივისცემა რომ გავიგოთ გაუგოთ ერთმანეთს იმიტომ რომ ყველა ჩვენი გზა გვაქვს ამ გზაზე არც ერთი არ უშლით ჩვენ ერთმანეთს ხას თავისუფლად ყველამ შეგვიძლია ვიაროთ და ამის მოხერხება თავისუფლად არის შესაძლებელი თუ გავიაზრებ და შევიმეცნებთ ამ მარტივ ერთი შეხედვით ძალიან ადრე ჭეშმარიტებას და პოზიტიური განწყობი და იმედი განწყობი შემოიტანეთ უკვე ბოლოს. მაშინ ბოლო კითხვას დაგისვავთ და თუ სხვა კითხვები აღარ შემოვა. რა იქნება თქვენი სამომავლოები რაზეც უკვე გეფიქრებათ, ან ადრე თქვენას ნაფიქრი და აპირებთ თუ გაქვთ. სამომავლო გეგმები რა არის? უკვე დავასრულე. კი ბატონო, დიახ. სამომავლო გეგმები შემოქმედებით, დიახ. აი ლექსები ეს მართალი გითხრათ დამხუჭა ყველაფერი იმიტომ რომ უბრალოდ როდესაც ფიზიკურად და გონებრივად გადააყრილი ხარ ძალიან ძნელია სხვა რამეზე განტვირთვაზე ფიქრი მაგრამ
ეხლა კიდე უფრო დავწუნდი რომ აუცილებელია წერის გაგრძელება იმიტომ ჩემთვის პირადად, იმიტომ რაც შემიძლია ყოველ შემთხვევაში ეხლა ლექსებს ალაგ-ალაგ ვაკნებ ხოლმე ჩემ პირად გვერდზე, როდესაც რაღაც განსაკუთრებულად შემომაწვევა რაიმე ემოცია, მაშინ ჩემთვის განტვირთვის ეს ყველაზე კარგი საშუალება, როგორც მოგახსენეთ. ჩანაწერებს ვაკეთებ და მინდა ახალი რომანისთვის მაქვს უკვე საკმაოდ მასალა დაგროვილი და ალბათ ერთად ავკინწა. რა გამოხმაურება ექნება და ერთის ჩემ ხერხსაც გავიმხელ და საიდუმლოც არის უბრალოდ მაინტერესებს როდესაც რაღაც ერთ-ერთი ყველაზე ძნელი და რთული დასაწერი საერთოდ არის ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ჩემი დილეტანტური მოგზაურებული აზრით არის დიალოგი გმირებს შორის იმიტომ რომ დიალოგი იმიტომ თუ დამაჯერებელი არ არის ასეანო საკითხი სიყალბე ყველაზე კარგად დიალოგში გმირების დიალოგში მჟღავნდება და ძალიან კარგია როდესაც დაუშვათ რაიმე საკამათო საკითხზე ძალიან მიყვარს ხოლმე ხანდახან ესეთი საწინააღმდეგო აზრების გამოთქმაც და კამათში შესვლა ოპონენტებთან იმიტომ რომ საინტერესოა რა აზრი აქვს მithumetes გონიერი ადამიანების მიერ მოწოდებული არგუმენტები ძალიან კარგ მასალას იძლევა. ფიქრობ, რომ და მეორე ინტერესი რაც ამ აქვს და რის გაკეთებასაც ვაპირებ, გახლავთ რა იცით? აი საოცრად მაინტერესებს აი დღევანდელი ახალგაზრდა თაობის ინტერესის აი წერტილის დაჭერა. აი ხეს ხედავთ რომ სრულიად სხვანაირი აი მასიური რასაც მას კულტურასაც რასაც უზახოდან თავის დროზე და აი დღეს რომ ნახულობთ აი კინოები მაგალითად აი მოსწონთ რა ტიპის კინოები მოსწონთ აი ეს რატო არის რომ მაგალითად ძალიან მოსწონს დღევანდელ ახალგაზრდა თაობას მისტიკა არის შემოსული და აი მაგალითად შეუძლია თავისუფლად უყურონ ისეთ ფილმებს რომლებსაც მე მაგალითად მიჭირს ყურება აი ჩემთვის აუხსნელია მაგალითად როგორ შეიძლება უყურო ფილმს სადაც დრაკონები დარბიან და უშუალოდ ადამიანებთან ერთად ან რაღაც სუპერ გმირების კულტურა შემოვიდა. მაინტერესებს აი ამას აქვს თავში რატომ არის და რატომ არჩევენ დღეს მიაღწია თუ არა კაცობრიობამ იმ დონეს რომ ყველაფერი დასაწერი რაც იყო რეალური ცხოვრების ამოიწურა. ხშირად ვეკითხები ხოლმე ახალგაზრდებს აი რატომ კითხულობთ დაუშვათ აი რატომ მოგწონთ ეს რაში გამო იმიტომ რომ ეს ნამდვილი ცხოვრება ეს რეალური უკვე ამოვიდა ყელში აღარ მაინტერესებს და მართლაც დაიწერა ყველა ემოცია დაიხარჯა და ესე იგი შეიძლება კაცობრიობა მივიდა უკვე იმ ეტაპზე რომ უკვე სჭირდება ფანტაზია შემოიტანოს უკვე მაგრამ ისე კი არა ეს ფანტაზია რაღაც განყენებული იყოს თქვენ საკუთარ ცხოვრებაში შემოათრიოს ეს ფანტაზია და ნახევრად იმიტომ არის სუპერგმირების ის რო წამოვიდა ეხლა პერიოდი ალბათ ხო და აი ეს არის ამ მიმართულებით მინდა რომ ვიფიქრო ახალ რომანზე რომელიც იქნება ჰიბრიდი ასე ვთქვათ ჰიბრიდი იქნება რეალობის და ფანტასტიკის და რომელიც მოიწევს ასე ვთქვათ და მიზიდა და საინტერესოს იქნება იმ ახალგაზრდა თაობისთვისაც და რაღაცების დატესტოს ვაპირებ ამ მიმართულებით. აი ეს არის ჩემი ყველაზე ასე ვთქვათ ამბიციური და საინტერესო გეგმა, რომელზეც დღედაღამ ვფიქრობ. მართალი გითხრათ, რომ გავცე ამ შეკითხვის პასუხი, რატომ ხდება ეს და რა იქნება ის, რაც დაინტერესებს დაუშვათ ახალგაზრდა თაობას და როგორ შეიძლება ის ძველი გადათარგმნოს და შეიტანო ამ ახალში. საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის დარწმუნებული ვარ ყველა ნასიამოვნებია მოგწონით წარმატებებს გისურვებთ და მეც ვიქონ მოვალშენება პატივი თქვენთან დაუკრების უღრმესი მადლობა გიორგი დიდი მადლობა ჩვენს მაყურებლებს ყველას ვინც გისმენთ ძალიან დიდი მადლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ასეთ თემატიკაზე და ასეთ აუდიტორიასთან საუბარი იმიტომ რომ ჩემთვისაც ეს არის სტრესისგან გაქცევა და ძალიან ალბათ შეიძლება სხვა ამპლუაში ცოტა სხვანაირი ჩანვარ, მაგრამ აქ სწორედ მომეცა საშუალება ვიყო ის, ვინც ინამდვილეში ვარ. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა წარმატებებს უსურვებ და იმედია კიდევ გვექნება მრავალი საინტერესო საუბარი. Კარგად ბრძანდებოდეთ, ყველას წარმატებებს გისურვებთ, სიკეთე და წინასწარ მოგილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ შეუვა ახალ წელს. ბედნიერად. თქვენსაც. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა. ნახვამდის, მადლობა. კარგად.